და უნდა მიმართული და ჩვენ ალბათ დაახლოებით ყოველ თვეში გამოვახვდეთ. თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე თამარ კაიკაჩიშვილმა მოიგო ბათუმის საქალაქო სასამართლო მოპასუხე მხარეთა თვითმმართველობის შესახებ კანონის ძირითად მოთხოვნებს სამეთვალყურო საბჭომ, ასევე თემურ ჯინჯარაძის მეთაურობით მიიღო რომ საკუთარი წევრივე ამოიწყე ერთიანი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ერგუჯა ბაგრატიონი მფარველობს ქობულეთის საკრებულოს წევრის თემურ ჯინჯარაძის უკანონო გადაწყვეტილებებს. ჯინჯარაძემ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტში, რა დროსაც თანამდებობიდან დავით ჭედრიშვილმა გაათავისუფლა 2012 წლის ივნისში თავისი მოადგილე თამარ კაიკაჩიშვილი. მიმართავ პრემიერის აპარატს და მიმართავ პარლამენტს, რათა შეისწავლოს თვითმმართველობის თავმჯდომარის და კერძოდ მისი ერთ-ერთი წევრის ქმედებები რამდენად მართლზომიერი და სამართლიანი იყო. ყველა წერილი პრინციპში გადაუგზავნეთ საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიასთან სახილველად, რომელმაც დადო დასკვნა, რომ განცხადებაში მოყვანილ ფაქტები და ბრალდებები საკრებულოს წევრის თემურ ჯინჯარაძის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ან კიდევ შეწყვეტის თაობაზე არის უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუდასტურებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება შემოსული არ არის, დამნაშავედ ცნო თემურ ჯინჯარაძე, ანუ დაემე უფლებამოსილების გადაწყვეტილების შესახებ და შესაბამისად კომისია მათ იმშელა და არ ფიქსირდება ასეთი